Salami. მოგესალმებით. ჩემო კარგებო. ძალიან მოგესალმებით. ეს არის სურნელოვანი ყვავილები. მოკლედ დღეს გვიან დაიძინა ლილუსი. ლილუს ალისთან დარჩა. ერთად გამოვიყვანე დღეს ვივი და ლილუ. ვივი გავიყვანე სახლში, გავიყვანეთ უფრო სწორად, მაგრამ ლილუმ ძალიან გთხოვა, რომ მეუს ალისთან დავრჩებიო, თან ისე გვიხსნი და ზრდასრულივით და კარგი მეთქი. და მართლაც მშვენივრად გაატარა დრო როგორც ჩანს და ახლა ალბათ უკვე სცინავს. ერთად დაეძინებდნენ ლილუ და ვივი. აი ესე. არც ვიცი რაზე ვისაუბრო, საიდან, რა, როგორ იცით. ისე არის, რომ თუ რამეზე გინდა ისაუბრო, ისეთ თემას უნდა შეეხო და ისეთ თემებს უნდა შეეხო, რაც ხდება, რაც გაწუხებს, რაც მიგაჩნია, რომ ამ პერიოდში არის აქტუალური ცოტა ისეთი სიტყვა, მაგრამ ისეთი, რომელზეც გინდა არ გინდა, მაინც გიწევს ხან საუბარი, ხან ფიქრი და ხან ძალიან ბევრს ფიქრობდი იმ ვიდეოზე, იცით. ბევრი რაღაცა დავაკავშირე ერთმანეთთან. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ უცნაურად გრძნობ თავს. იმ ბავშვის ამბავს გულისხმობ. ცუდად რომ გახდა პირდაპირ ეთერში. რაღაცა საშინელი შეგრძნება მქონდა, რომ ვუყურებდი, თითქოს რაღაცა ისეთი გამახსენდა, რომელიც არ მახსოვს, მაგრამ აი შეგრძნება გამახსენდა, თითქოს რაღაცა ისეთი ვიგრძენი, რაც ზუსტად ვიცი როგორი გრძნობა არის და თითქოს პატარა გოგოთ გადავიქეცი, იმ პატარა გოგო და იცით რა მახსენდება. რაღაცის რომ ეშინოდა. მოკლედ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ თითქოს დავპატარავდი, აი რაღაცნაირად თითქოს შევიკუმშე. ასე უცნაური რა არის, იცი, ჩემთვის ვეუბნებოდი, როლიკა ამაზე ფიქრს ახლა შეეშვი, იმიტომ რომ შენ არ ხარ მზად, რომ ასე დიდხანს იფიქრო ამ ყველაფერზე. მოკლედ აქ ყვავილები მაქვს, განათება ჩავრთე და აქ მომფრინდნენ რაღაცები. ჩემთვის ვეუბნებოდი ეს დღეები, რომ ამაზე არ მეფიქრა, იმიტომ რომ ძალიან განვიცადე ეს ყველაფერი, განვიცადე ყველაფერი. იმ ბავშვის ის, მერე ირგვლივ ბავშვები რო იყვნენ, მერე ეს სიტუაცია თვითონ როგორიც არის, მერე მოკლედ, აი ძალიან ბევრი რაღაცა. მერე ვეუბნებოდი ჩემ თავს, რომ ამაზე არ ვისაუბრებ, არ ვიფიქრებ, მაგრამ არ არის მე მგონი სწორი. ძალიან არასწორი მგონია, რომ არ ვისაუბრო, იმიტომ რომ აი მთლიანად იცით როგორი რაღაცა, თითქოს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური, აი თითქოს რაღაცა, აი რასეც უნდა იდგე მყარად, აი ის რაღაცა ძალიან რბილია, აი უცებ გონია რომ მიწაზე დგახარ და ეს რაღაცა დაცულობის შეგრძნება გაქვს, აი გონია რომ დგახარ და ეს გიცავს.
ზუსტად ასე გგონია, რომ შენ სირგვლივ ადამიანებს ხედავ, არიან ადამიანები და ზუსტად ასეთი გრძნობა გაქვს, აი მარტო არ ახარ ვიღაცას ხედავ, ვიღაცები დადიან იქ და დაცულობის გრძნობა გაქვს. ყველაფერი რა თქმა უნდა შინაგანიდან მოდის და შინაგანად რამდენად დაცულად გრძნობ თავს, შემდეგ ეს გარეთაც ესე იგრძნობ ამას, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც საფრთხე არსაიდან არ არის თითქოს აი იდეალურ რაღაცა ბედნიერი დღეა. მეგობრებთან ერთად ხარ, უფროსი ადამიანი შენი მოსწავლებლები, რაღაცა კარგი ზეიმია, დღესასწაულია და ცხოვრება მშვენიერია და უცებ ეცემი. და ყველაფერი ვიცით როგორ არის, აი კონკია რო კარპის. იმიტომ რომ ყველაფერი აი როგორც აი გზაში რო ყველაფერი ქრება, აი ზუსტად ისე გაქრა ეს ზეიმი, ეს დღესასწაული, ეს წარმატებული დღე, გამოსვლა, რაღაცა ოვაციები და იქ ალბათ რა ლამაზი სიტყვები და რა ფოტოები გადაუღია და აი ეს მთელი დიდებულება უცებ დაეცა. აი შეგრძნება თუ როგორ პატარავდები და როგორ არაფერი და არავინ არ ყოფილა ირგვლივ, რამდენჯერ გიგრძნიათ სხვა სიტუაციებში, სხვაგან. წინაზე რო ვისაუბრე ამაზე, მაშინაც ვთქვი და ამაზე საუბარი სწორედ იმიტომ მიმაჩნია საჭირო, რომ ეს არ არის უბრალოდ ერთი ამბავი. ეს ამბავი არის ყოველდღიურობა და ეს ამბავი არის გულგრილობაზე, რომელიც შეიძლება ისე დროს იყოს ჩართული, როდესაც აი საერთოდ რომ არვე, აი შენ თვითონ შეიძლება რომ საკუთარი თავისგან არ მოელოდო, იმდენად დაღლილი შეიძლება იყო, იმდენად გათიშული, იმდენად აი შენს დაარდებში და პრობლემებში, რომ ვერც კი შეამჩნიო, როგორ არ ამჩნევ ბევრ რამეს. გულგრილობა არ მიგვირს გულგრილობა. ჩვენ ყველანი ვხედავთ გაბრაზებული ადამიანები, როგორ ვიღაცას სულ ებრძვიან. გაბრაზებული ადამიანები, როგორ საჯაროდ ზოგი დამალულად, ზოგი ხილულად, როგორ ესხმიან თავს ვიღაცას, ვინც მათთვის არის არასწორი, არამართალი და ასე შემდეგ. ზოგადი სურათი ასეთი არის, რომ მუდმივად ვიღაცას ებრძვის და ვიღაცის წინააღმდეგ არის. ძალიან ხშირი არის ეს Facebook-საც და ზოგადად სოციალური ქსელები, ეს არის გამოხატულება იმის თუ ადამიანი ყოველდღიურად რას აკეთებს, რითი არის, ასე ვთქვათ, დაკავებული, რას წერს, რას აზიარებს, ვისთან შედის. რომ ხდა, მაგრამ ლუსი შეწუხდა მოგლით. ახალ მახსოვს რას ვამბობთ. ბოლო დროს უფრო გამიჭირდა მოგლით ყველაფერი. რაღაცებისთვის თავისი ადგილის მიჩენა
დროის გადანაწილება ძალიან მიჭირს. ბოლო დროს უფრო ლილუთი ვიყავი დაკავებული. მეტი ყურადღება მოითხოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ბაღში რაღაცა არ იყო ისე. ახლა ეგუება კიდევ ახალ ჯგუფს, თუმცა არ ვტირია დღეს. ხოთაშორის მთელი გზა ველაპარაკებოდი და ვუხსნედი იმას, რომ მე ძალიან განვიცდი, ძალიან ნერვიულობ, როდესაც ბაღში მისვლის დროს რო გამოვიცვლი და აი ოთახში უნდა შევიდეს, იწყებს, ანუ პირველ დღეებში რაც არ გავუკეთებია ლილუს, აკეთებს ახლა. იქიდან გამომდინარე, რომ იქ რაღაცა რიგზე ვერ იყო და აქეთ რო გადავიყვანე, ეტყობა მაინც, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ხო და დღეს ბევრი ველაპარაკე გზაში, ავხსენი რას ვგრძნობდი, მისმენდა. და მოთხარი შეატირი ხარ მეთქი, მეც ვტირი ვარ. მე ხო და თვითონ დამასწრო, მე მშვიდდები მე. მე დავმშვიდდიო, იმასაც ამბობს. და დღეს შევიდა არ ვტირია, მოსვთხში მე არ გამიგია. და იმედია რომ მალე მიეჩვევა. კიდევ თვენახევარი ივლისის ბაღში და მე იქნება არდადეგები დასვენება. რაზე ვსაუბრობდი მე გულგრილობაზე, ხო? არაფერი არ მიგვირს, მე მაგალითად საერთოდ არ მიგვირს არც გულგრილობა, იმიტომ რომ მაღაზიებში შევდივარ, მაზრობაზე გავივლი, ყველაფერს ძალიან კარგად ვგრძნობ. და საკუთარ თავთან მიმართებაშიც გამომიჩენია გულგრილობა მე თვითონ არის ხოლმე რომ არც ისე შემწყარებელი ან არც ისე ხო ესე გამოვიდა. ხო და არ ვიცი რა გვეშველებ. მინდოდა რაღაცა გამოსავლის ძიება დავიწყე და როგორ გამოვაკეთო და ისად მივიდე, რომ რა გვეშველება, არ ვიცი. ცალკეულ ადამიანებს რო შევხედავ ხოლმე, აი ვინც კარგად არიან, კარგად ცხოვრობენ, კარგად ცხოვრებაში ხა იმას არ გულისხმობ, რომ იმათაც აქვს ალბათ რაღაც პრობლემები, მაგრამ აი იმ ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ ის, რომ შენ საუბრობ რაიმეზე, აწუხებთ, რომ მათთვის ხიულია ან მათ უწევთ მოსმენა და გაგონება იმის, რომ ვიღაცას რაღაცას ისეთი უჭირს, რაც თავად არც კი ყოფილა მათთვის, ვთქვათ, დაბრკოლება ცხოვრებაში. მიუღებლობა. ესეც პრობლემა არის, როცა ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარ პრობლემაზე, უბრალოდ რომ ისაუბრონ იმაზე, რაც აწუხებთ, იმაზე, რაც არ მოსწონთ. შეიძლება ვიღაც თავისთვის ცხოვრობს, ისე რომ ფიქრობს ალბათ, რომ მას არ შეეხება არაფერი, რაც რა თქმა უნდა, რა ვიცი. ხშირად ხდება, რომ ის ადამიანები, რომლებსაც გონიათ, რომ ეს მათ არ შეეხება, მათ შეეხება და ეს მოვლენები საერთოდ გულგრილობასთან დაკავშირებული, ეს გულგრილობა არის თავიდან და მერე თუ გართულ და არის უკვე სისასტიკე და ასე შემდეგ ხომ ხვდებით სადამდე მიდის და ეს ბავშვის წაღწევის სცენა, ეს არის ერთი დღის ისტორია, მანამდე ნახეთ როგორი არაადეკვატური რაღაცა ხდება. ახალგაზრდა ბიჭი გაიმეტეს სასიკვდილოდ, რაღაცა არ ვიცი თავიანთი რა მიზეზი უნდა იყოს ამისთვის, თვითონ რაღაცა მიიყვანა ესენი იქამდე, როგორ გაიმეტეს, მოკლეს ახალგაზრდებმა, მასზე უფრო პატარებმა, იცით ალბათ ვიზეც რომელ ამბავზეც ვსაუბრობ,
და დააკვირდით უბრალოდ ეს არის ფაქტი. ეს არ არის რომ რაღაცა საეჭვოა, არ არის ფაქტია ის რომ ახალგაზრდებმა დაგეგმეს, თავიდან შეიძლება ამბობდნენ რომ არ არის დაგეგმილი, მაგრამ მე დამტკიცდა რომ ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ ერთად შეიყარნენ, მივიდნენ. მე არ ვიცი ახლა ესე დეტალურად ვერ მოყვები ამას, მაგრამ სხვა რაღაცის თქმას ვცდილობდა მიხვდებით. არაადეკვატური არის რეაქციები იმ მშობლების, არა იმ მშობლის, რომელმაც შვილი დაკარგა და გაგიჟებული და აი მასში გაიღვიძა თურმე რა ქალი ყოფილა ხო? როგორი ძლიერი და გონიერი, მებრძოლი. და იმ ბავშვების მშობლებში რამ გაიღვიძა თქვენი აზრით? ზოგადად ყველა ადამიანში ის იღვიძებს, რაც მასში არის, აი ამას მივხვდი. და როდესაც ასეთი სიტუაცია ხდება, როცა აშკარა არის და რაღაცა ფაქტია და აი ადამიანს რომ ძალიან ცუდ რაღაცაზე რომ ისე დაიჭერენ, რომ ვერაფრით ვერ უარყოფს და ვერაფრით ვერ, ასე ვთქვათ, ხო, კუთხე შემემწყდეული მისი გადმოსახედი და სხვა გზა აღარ არის. აი ამ დროს სწორედ ისავლენს, რაც არის სინამდვილეში და რაც მასში ჭარბობს, ის თითქოს 100 მაგად უფრო მეტად გადმოედინება მისი არსებიდან და აი ამ ბავშვების მშობლებმა, რომლებსაც წესით ყველა მშობელს, რომელსაც ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს შვილების მიმართ, რომელსაც უნდა და აქვს სურვილი და არ ვიცი ოცნება, იმედი, რწმენა, რომ მისი შვილი ადამიანად გაიზრდება და რომ მისი შვილი ყველა დედას უნდა ხო, ყველა მამას უნდა, მშობელს უნდა, რომ თავისი შვილი იყოს ადამიანი. უმთავრესი რაც არის და აქ რა მოხდა? გაიხსენეთ რა ხდება. ამ ადამიანებმა დაიწყეს ხელების შეწმენდა ისევ იმ ადამიანზე, რომელიც ცოცხალი აღარ არის, დაიწყეს რაღაცა, არ ვიცი ეს რა დავარქვა საერთოდ არ ვიცი, ხელის დაფარება, ბრალეულობის, ასე ვთქვათ, დამტკიცებაც არ იყო რთული, მაგრამ იცოდნენ მათი შვილები რასაც აკეთებდნენ, დარწმუნებული ვარ, ანუ აქ ეს არ არის, ეს ამბავი გახმაურდა და ამის შედეგად გაირკვა ის, რომ ზოგადად ეს ბავშვები მსგავს რაღაცებს აკეთებდნენ, ეს ახალგაზრდები, არასრულწლოვნები. სხვა ბავშვებს, ასე ვთქვათ, სცემდნენ, ვიდეოებს იღებდნენ და ასე შემდეგ, ხო, ეს არ არის მათთვის ეს არის ნორმა. აი ამის თქმას ვცდილობდა. ეს ნორმა ერთ დღეში არ ხდება ეს. ერთ დღეში ვერ გახდება ეს ადამიანის, ასე ვთქვათ, მთლიანად, რომ შთანთქოს, როგორც ღირსეული პიროვნება, როგორც, რა ვიცი, კეთილშობილი არსება, როგორც სულიერი არსება. და ამ მშობლებმა გამოიჩინეს ძალიან დიდი სისხლი, სიძულვილი, რაღაცა ძალიან ისეთი ბრაზი, არაადეკვატური და არალოგიკური, ეს მიმართული იყო არა საკუთარი თავისკენ, საკუთარი თავისკენ შენ ვერ აღზარდე, შენ ვერ კი მესმის, რომ შეიძლება მშობელი მართლაც ცდილობდეს, უნდოდეს, ეცადოს, შეიძლება ცუდი მაგალითიც არ მისცეს. არის ესეთი შემთხვევები, ხო? ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ხანდახან ადამიანის ბედი, რაღაც არ ვიცი, გენეტიკა, რაღაცები განაპირობებს გამონაკლის შემთხვევებში
მაგრამ ეს შემთხვევა არ იყო ეს გაირკვა იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები არსებობენ, რომლებიც თავად გარჩვენებენ როგორები არიან სინამდვილეში და რას წარმოადგენენ, მათ არ სჭირდებათ ვინმე, ვინც გამოაშკარავებს მათ, ისინი თვითონ ააშკარავებენ თავიანთ ნამდვილ ბუნებას იქიდან გამომდინარე, როგორ მსჯელობენ, როგორ ფიქრობენ, როგორ რეაგირებენ, როგორი პასუხები აქვთ, ძალიან ძალიან ცუდი. არ იყო სინანული, დაინახეთ ვინმე, არა, არ იყო თანაგრძნობა, არ იყო ლოგიკური და ადეკვატური ემოციური რეაქცია იმაზე, რომ ვიღაც დედამ, რომელმაც თავისი შვილი გაზარდა, დაკარგა ეს შვილი, გარდაიცვალა ადამიანი, მოკლეს სასტიკად. აი ეს სიმძაფრე, რომ შეეგრძნოთ ამ ადამიანებს, სიმძაფრის შეგრძნებაზეც კი არ არის ლაპარაკი, საუბარი არის. მე ამ თემებზე არ მისაუბრე, მაგრამ სულ თვალყურს ვადევნებდი, თითოეულ კომენტარებს კითხულობდი. ეს არ არის ვიღაცის ამბავი, ეს არის ჩვენი ამბავი. ეს არის ჩვენი ამბავი, ჩვენ ცხოვრობთ აქ. ჩვენი შვილები იზრდებიან და გადიან ქუჩაში. და შეიძლება თქვენი შვილი საერთოდაც სულ თქვენს თვალწინ გაიზარდა და სულ თქვენ იცით, რომ ის არის კეთილი, კარგი, მაგრამ ის გახდეს შემთხვევით ასეთი რაღაცის მონაწილე მოხდეს ისეთ ადამიანებთან, ან მსგავსი ადამიანების მსხვერპლი გახდეს, ისე რომ ვერც კი გაიაზროთ. აი, წარმოიდგინეთ, ეს ყველას ეხება. აი, ეს არის გულგრილობა, ეს არის გულგრილობა. საწყისი. შემდეგ იზრდება და გადადის აი სისასტიკეში და ადამიანი კარგავს ადეკვატურ ემოციურ კავშირს საკუთარ თავთან, როგორც სულიერ არსებასთან, იმიტომ რომ ვერ იაზრებს და ვერ აცნობიერებს თუ რა ჩაიდინა. ხომ ხდება ხოლმე, რომ ადამიანები ჩადიან მსგავს რაღაცებს, მაგრამ სინანული აქვთ, იაზრებენ რა ხელა დანაშაული და ცოდვა ჩაიდინეს სხვის წინაშე, საკუთარი თავის წინაშე. და როდესაც მშობლებს ჰქონდათ ესეთი რეაქცია და თავს ესხმოდნენ, წარმოიდგინეთ, თავს ესხმოდნენ ამ დედას, იმიტომ რომ ცდილობდა დაესაჯა ყველა, რა თქმა უნდა, ეს ხომ მინიმალურია, რაც შეიძლება გააკეთო იმ დედისთვის, რომელმაც შვილი დაკარგა და მიცვალებულისთვის, რომელიც ცოცხალი აღარ არის და რომელსაც ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა და უნდოდა სიცოცხლე. არავის არ აქვს უფლება ვინმე სიცოცხლე წაართვას. არავის. და როდესაც მშობელი ხარ და სხვისი შვილის, შენი შვილის მიერ მოკლული სხვისი შვილის მიმართ არ აქვს არანაირი გრძნობა, სინანული, დანაშაულის გრძნობა, საკუთარი შვილის მიმართაც უნდა გქონდეს, რომ შენ რაღაც ვერ გაართვი თავი. მე კი არ განსჯი, არავითარ შემთხვევაში მე არ განსჯი, მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე მშობელს ეს უნდოდა მისი შვილისთვის, მაგრამ უნდა გაიაზრო, რომ თუ თვითონ არიან სასტიკები, თუ თვითონ არ აქვთ საკუთარ თავთან ემოციური კავშირი, სულიერი კავშირი ერთმანეთშიც და საკუთარ თავთან, შენ სულთან. ეს ამბავი ძალიან მენიშნა. ერთმანეთთან ვაკავშირებ, მე რატომღაც, არ ვიცი, ჩემი გონება ესე აკავშირებს ერთმანეთთან ამ მოვლენებს. იგივე არის რაღაც არაადეკვატური ხილვადობა. წარმოიდგინეთ, აი ძალიან ხილული არის ეს ამბავი, ძალიან აი მტკიცებულებების დასტა რომ არის და მაინც რაღაცას იძიებენ და იძიებენ. წარმოიდგინეთ.
ვიცით რომ დანაშაული ჩადენილია, ვიცით ყველაფერი, დავინახეთ, გავიგონეთ, დამტკიცდა, მაგრამ ვიღაცები გამო თითქოს აი რაღაცა სიგიჟე ხდება. ასე არის ეს შემთხვევა. აქ სხვა ისტორიაა, მაგრამ თითქოს გვაბრმავებენ, გვახურვებენ, თითქოს აი ჩვენ საერთოდ გონი არ გაგვაჩნია და თითქოს ჩვენ რაღაცა არავინ არა ვართ აქ. თავისით მიმდინარეობს მოვლენები და ჩვენ არ გვეხება. ბოდიშის მოხდაც არ იყო წეღან სანამ ჩავთავდი კამერას, უსმენდი ვიღაცა გოგოს, რომელიც აიმეორებდა ერთი და იგივეს, რომ აი მე ვარ პასუხისმგებელი პირდაპირ ეთერზე, სადაც ბავშვი წავიდა. ამას იმეორებდა თითქოს ვიღაცამ დაავალა, იცით, აი მე როგორ დავინახე, ვიღაცამ დაავალა, რომ გაარკვევით და ხაზგასმით თქვი, რომ მხოლოდ შენ იყავი პასუხისმგებელი იმ პირდაპირ, ესე იგი კიდევ გარდა იმისა, რაც მოხდა, ხდება კიდე, რომ ერთმა ადამიანმა აიღოს უნდა თითქოს, აი მე ვარ პასუხისმგებელი იმ ეთერზე. და აღელვებული ხმით, რაღაცა ცრემლი მომდგარი და ეს ბოდიშიც არ არის. თავის მართლება იყო, რომ ანუ მოხდა ეს ფაქტი, ეს ყველამ დავინახეთ. ყველამ ვიცით, რომ დაინახეს ეს ბავშვი, რომ დავარდა და რამოდენიმე ბავშვს ჰქონდა რეაქცია და დანარჩენებს ვინც წინ იყვნენ შეიძლება არც უნახავთ, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ ბავშვთან ახლოს ვინც იყო და იქით წინა მხრიდან ვინც იყო შორიდან, ვინც აკონტროლებდა და ამაში ეჭვი არავის არ ეპარება, რომ როცა პირდაპირ ეთერია და ბავშვები არიან და მღერიან, ყველა მასწავლებელი ვინც თან ახლავს ამ ბავშვებს, ვინც პასუხისმგებელია მათი ყოფნაზე და საერთოდ სადმე რომ იყავს ბავშვები, რა თქმა უნდა თითოეულ ბავშვს ხარ პასუხისმგებელი პირველ რიგში მათ სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე. ამას ხომ ახსნა არ უნდა, ეს ხო ყველამ ვიცით. დავინახეთ, არსებობს ვიდეო ჩანაწერი. გარდა ამისა, ამ აკადემიის სიმღერა აკადემია თუ რაღაცა ესე ქვია, გვერდზე დაიდო ვიდეო, სადაც ამ ბავშვის ვარდნა ამოჭრილია, თითქოს ეს არც მომხდარა. და ესე დადეს ვიდეო. იმ ამბის მერე როგორ შეიძლება საერთოდ რომ სადმე დაიდოთ ეს ვიდეო და საერთოდ რაიმე მნიშვნელობა ჰქონოდა იმ კონტექსტში, როგორც თვითონ უნდა, აი თავის წარმოსაჩენად როგორ შეიძლებოდა, რომ ეს ვიდეო ვინმე სადმე დაიდო. ეს არის არაადეკვატი, რაღაცა სიგიჟე ხდება. იმ შემთხვევაშიც, როცა ადამიანი მოკლეს და ვინც მოკლა, იმათი მშობლები კიდევ იმას ურკვევენ საქმეს და იქით ემუქრებიან და იქით აქეთ ესეთი ამბავი მოხდა და ლამისა მტკიცება და ის მოუწიოს დედას, მე რომ ვიყო აი ასეთ რაღაცას არ გავჩერდებოდი, გეფიცები, როცა ესეთი გამოხმოთან საზოგადოების მხრიდან, ესეც უნდა აღინიშნოს, რომ საბედნიეროდ ადეკვატურობა არის, გამოხმაურება არის. რაც ნიშნავს იმას, რომ ვარსებობთ და ვართ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ასეთ რაღაცაზე ურეაქციობა არ გვჭირს მინიმუმ. ანუ განვიცდით, ეს უკვე კარგია, ხვდებით, ეს უნდა გვიხაროდეს, ეს მე უკვე მიხარია. კიდევ რაზე მინდოდა, ხო, კიდევ აი ძალიან მაქვს, ძალიან ხო, ამაზეც მინდა ცოტა ვისაუბრო და მე მორჩებით, რომ უკვე თავი ძალიან მტკივა ამ თემებზე რომ ვსაუბრობ. ძალიან დაუცველობის განცდას მიჩენს ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ, რომ არ არის კავშირში ერთმანეთთან, მაგრამ ძალიან არის კავშირში. იმიტომ რომ ყველგან არის ბავშვების თემა. აქ რომ ბავშვებს რეაქცია არ ჰქონდათ, რომ მეგობარი წაიქცა, მაგას არ ვეთანხმები, იქ სხვა რაღაცეებია. ამას ნებისმიერი კაი შეიძლება ნებისმიერი ვერ მიხვდეს, იმიტომ რომ სხვადასხვა აზრები მოვისმინე, მეც მითხრეს და მე რა თქმა უნდა ჩემი აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით, მე ვთვლი რომ
იმ ბავშვებს, რომლებიც ამ ბავშვის ირგვლივ იყვნენ, ჰქონდათ ადეკვატური ემოციური რეაქცია, რომ ბავშვმა გონება დაკარგა, თუმცა მე ვთვლი, არ მომტკიცებ, რომ ზუსტად ასე იყო, მაგრამ მე ვთვლი, რომ მათი ემოცია იყო კონტროლ ქვეშ ეგრევე და ისინი ასრულებდნენ მითითებას. მე ამაში ეჭვი არ მეპარება, იმიტომ რომ ეგ თქვენს დაინახავდით, იყო ერთი ბავშვი, რომელიც ქვევით ცდილობდა, რომ დახრილიყო და მას ნამდვილად უნდოდა, რომ ქვევით დახრილიყო და საერთოდ არ გაეგრძელებინა ეგ ყველაფერი. და რამდენიმე ბავშვს ნამდვილად ჰქონდა ყოველ შემთხვევაში ფიქრობდნენ და უნდოდათ ამის გაკეთება, მაგრამ რა შეეჩერა და რატომ არ გააკეთეს ისი გაკეთებაც უნდოდათ, ეს არის ცალკე განსახილველი და ცალკე საფიქრალი. ხო, რაც შეეხება კიდევ ერთ ამბავს, აი TikTok-ზე, ზოგადად რაღაც ისეთი ვიდეოები თუ ხდება, სადაც ვიღაცა რაღაცას არ ყვევს, ან რაღაცა ცდილობს, არ მოусმინობს, სკროლავ ხოლმე და არ მიმიქცევა ყურადღება. ხდებოდა სულ ერთი ქალბატონის ვიდეო, ასეთი მზარეულის რაღაცა ფორმით და რამდენიმეჯერ შემოხდა, მეთქი ვინ არის გავიფიქრე, მაგრამ არ მიმიქცევა ყურადღება. და 2-3 კვირის განმავლობაში იმდენად ხშირად შემოხდა, რომ მიკვირდა, მეთქი ვინ არის, პირველად ვხედავდი ხა TikTok-ზე, ძირითადად ვიცი პოპულარულები ვინც არიან, ვინც დაბლოკილი მყავს, ისინი აღარ ითვლება. თუმცა მაინც მოხდება დაბლოკილებიც, იმიტომ რომ სხვა გვერდები დებენ მათ ვიდეოებს და ასრე არა აქვს მოკლედ. და გუშინ წინ, 2 დღის წინ შეხვდა სტრიმი, უკვე ვიცინებდი. ვაპირებდი დაცინებას. იმდენი ვისაუბრებელი გამიშრა. 2 დღის წინ მერტალმეს ლაპარაკს ვიწყებ ხა, მაგრამ აი ძალიან მინდა რომ მე ვთქვა და ცალკე ვაპირებ რომ TikTok-ზე ჩავწერო პატარა, ძალიან პატარა. უბრალოდ მინდა რომ ვთქვა ეს ორიოდე სიტყვა იმ ადამიანისთვის და მეც რაღაცნაირი წვლილი შევიტანო, არ ვიცი. შემოხდა სტრიმი. სვანი გოგო, ესე ეწერა, ადრე ახლა არ მახსოვს როგორ აწერია, მაგრამ ნიტა ქვია, მე მგონი თუ არ ვცდები, მოკლედ ძალიან კარგი გოგო არის. ადრე მოხდებოდა მისი სტრიმები და ვუსმენდი ხოლმე. ძალიან ლამაზი, ისეთი კოხტა, აზრიანი და კარგი გოგოა მოკლედ. დიდი ხანია არ შემხვედრია და ეხლა რომ დავინახე, გამიხარდა და შევედი. მეთქი ცოტა ხანი მოვუსმენი, იმიტომ რომ საინტერესო სტრიმები ქონდა ხოლმე. არ თამაშობს ეს გოგო, უბრალოდ ჩართავდა სტრიმებს და რაღაც სხვადასხვა თემებზე იყო საუბარი ხოლმე და ხედავ რომ ძალიან ისეთი სახე აქვს, აღშფოთებული რაღაცა და ყვება ამბავს და ყვება ამბავს ქალბატონზე, რომელიც ავრცელებს ვიდეოებს და ხვდები მე ვიზეც არის საუბარი, მე მივხვდი, რომ ვუსმენდი. და გადადით Facebook-ზე და ნახეთ და გადავედი და ვნახე. ეს სტრიმი გამოვრთე, შევყევი და გეფიცებით ხამის 3 საათამდე Facebook-ის გვერდზე, ამ ქალბატონის გვერდზე. ახლა გამქრალია ეს Facebook გვერდი. არ ვიცი ვინც აქტიური ხართ Facebook-ზე, მე არც ისე აქტიური ვარ, თუ რაღაცა არ მოხდა ესეთი მოვლენა და რაღაც ამბის გაგება მინდა, ან უბრალოდ ფოტოს დავდებ პოსტს, რომ შემენახოს ეს ფოტოები და ვიდეოები, ამისთვის ვდებ ხოლმე, რომ მე რაღაცა მემორი მიგდებს ამას და მიხარია მომწონს. და ისე არ ვსკროლავ დიდად Facebook-ს, მაგის რომ ახლა არ მოხს ხოლმე. ღამე მახსენდება ყველაფერი და ღამე ყველაფერს ვერ ავსკროლავ და ვერ, ხო, ხან ისე ხან ასე. უსმენდი ვიდეოებს და გეფიცებით, აი გაუგნებული ვიყავი, ვინც ნახეთ და ვინც გაიგეთ.
ეს არის სახელი დამოვიწყდა მეგი ვიბლიანი მე მგონი მოკლედ სვანი ქალბატონი არის რომელიც ყვება ძალიან მოკლედ რო ვთქვა არც კი ვიცი როგორ უნდა ვთქვა გეფიცებით აი იმდენად ის არის რომ აი 9 წლის ასაკში ობლად დარჩენილი ვიღაცა არც კი ვიცი როგორ უნდა მოვიხსენიო არამსადებმა გაუპატიურეს აი კომენტარში ეწერა ზუსტად ისე ძალიან მოკლედ როცა გინდა რომ ძალიან მოკლედ ეს სისასტიკე აღწერო ესე ეწერა კომენტარში გოგო რომელიც 9 წლის ასაკში გააუპატიურეს წლების განმავლობაში ძალადობდნენ მასზე ცხენზე გამოაბეს დაათრიეს სცემდნენ მერე სახლკარი წაართვეს მიწა წაართვეს და გადაასახლეს იქიდან როცა უკვე წამოიზარდა და ამას რა თქმა უნდა მისი ოჯახით შეეწირა ალბათ და ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ რაც მას მამა გარდაეცვალა და როგორც ჩანს დედაც არ ყავდა და იყვნენ ობლები მე დეტალებზე და ამბებზე ესე ვერ ვისაუბრებ არ ვიცი უბრალოდ რაც მე მოვისმინე სათითაოდ დღეში 2-3 ვიდეოს დებს ეს გოგო და ამბობს რომ ყოველ დღე დადებს იმიტომ რომ ეხა მოვიდა ამის დრო და ეხა მზად არის 30 თუ 33 წლის მერე რომ ამაზე ისაუბროს ამას ყავს ამ ამბავს ყავს თურმე აი თელმა სოფელმა იცოდა თურმე ეს ამბავი წარმოიდგინეს და არავინ ხმა არ ამოიღო ქალებმა ამ გოგოს ოჯახის წევრებმაც და იმ პედოფილების არამსადების ნათესავებმაც ვინც მოკლედ აი ცხოვრება დაუნგრიეს გაუწარეს და აშინებს ვიცით რა მაშინებს რომ ეს ხალხი არ არის დასჯილი არავის მიერ არც სვანების მიერ როგორც ხშირად იყო ხაზგასმული კომენტარებშიც ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ამ ქალბატონს ვერ ვიტყოდი რომ არ აქვს იმიტომ რომ ეხლა გაირკვა ეს ამბავი და გაიგეს და აქ აი წვეთი არ არის სიცრუის ამაში მე აი ცით როგორ მჯერა არ არსებობს ასეთი რამე ქალმა საკუთარ თავზე ისაუბროს ჯერ რამდენი წელი დასჭირდა წარმოიდგინეთ და ახლა რას გრძნობს ის ვერ მოისვენებდა ვერ ისი ცხოვრება იცით რა თქვა მე რო ახლა მოვკვდე მაინც არაფერი არ დამთავრდებაო წიგნი დაწერა ადამიანმა ყველაფერი დეტალურად აქვს დაწერილი და ეს წიგნი დაიბეჭდება აუცილებლად 33 წელი წერდი ამ წიგნს 33 წლის ამბავი წერია მანდ ანუ ამ ამბავს რატო ყვები იცით არც ეს არ არის ერთი ამბავი ერთი ისტორია ეს არის საზოგადოებაზე ეს არის იმ ადამიანებზე მაშინ რაც ხდებოდა ეს ხო წლების წინ მოხდა ძალიან დიდი ხნის წინ მე ძალიან პატარა ვიქნებოდი მაშინ სვანეთში მოხდა ეს ამბავი თურმე და თუ კი არავინ არ დასჯილა ნიშნავს რომ ძალიან კარგად შეფუდეს ძალიან კარგად ყველაფერი ისე უპატრონო დარჩენილი ოჯახი უბრალოდ არ ვიცი როგორ თქვა გაანადგურეს და ახლა როდესაც ხმა მოიღო ამ ქალმა ემუქრებიან ის რა თქმა უნდა ითხოვს ამ ხალხის დაჭერას ვინც სოცხლები არიან
და საკუთარი მიწის და სახლის დაბრუნებას, რომელიც წაართვეს, რომელიც აიძულეს, ასე ვთქვათ, და აქაც იგივე სიკიშე და არაადეკვატურობა ხდება. აქეთ ემუქრებიან, აქეთ ლანძღავენ, თან არც კი სცხვენიათ, არავის არ სცხვენია, მოკლედ საკუთარი ჩადენილის, რატომღაც. ასეთი რაღაცეების არ სცხვენიათ. არც იმ ქალებს ნეტავ რას გრძნობდნენ, ნეტავ ამდენი წლის განმავლობაში დეიდაყოლია, მამიდაყოლია, ვიღაცები ყავს, ახლა მე არ ვიცი, მაგრამ ვიღაცა ხო ყავდა. თუ ამ ხალხში ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელსაც სურვილი გაუჩნდებოდა დაეცვა ეს ბავშვი 9 წლის. მთელი ცხოვრება აი ამ ტანჯვაში, იქიდან თავი რო დააღწია 18 წლის რო გახდა, თურმე წავიდა, თავისით გაიქცა, მოკლედ თავი თავის გზაზე წავიდა და წავიდა. და ახლა რა ხდება? ყვება ამ ამბავს და ეს მოვისმინე, იცით რა ცუდად ვიყავი. კომენტარებს ვკითხულობდი, როგორი გაგიჟებული არის ხალხი და აქეთ ემუქრებიან, Facebook-ი გაუქრეს ახლა და თითქოს არც უარ ყოფენ თან და არც აი თითქოს იცით რა არის დანაშაული, რო ხმა მოიღო, დანაშაული არის თითქოს ის, რომ მან ეს ამბავი მოყვა და რომ ვითომ ვიღაცას ოჯახი შეარწყვინა ახლა და პრობლემებს ქმნის. წარმოიდგინეთ, რომ აი იმ ადამიანების შვილები ახლა აი ამ ქალს ამ ქალს ესხმიან თავს და ემუქრებიან და ვინც მხარს უჭერს კომენტარებშიც, თუმე აი მე რო ახლა კომენტარი დავუწერო და თანადგომა გამოვუცხადო და მე ვიღაცა მე მომწეროს და დამემუქროს, რა აი შენ ესე და ესე, წარმოიდგინეთ აი ამას სრულიად რო არ ვიცნობოდა, უბრალოდ მხარს მიჭერენ ადამიანები, იმ ადამიანებს წერენ Facebook-ზე და სოციალურ ქსელებში და ემუქრებიანო იმის გამო, რომ მე მხარს მიჭერენ და უბრალოდ თანადგომის, ასე ვთქვათ, კომენტარებს მიწერენო. ესე იგი, ამ ქვეყანაში რაღაცა ხდება, ეხლა არ ვიცი რა ხდება. ჯერ მე ძალიან გამიკვირდა ეს ამბავი, იმიტომ რომ სვანეთში მოხდა. ძალიან გამიკვირდა, როგორ მოხდა ესე, რომ აი ესეთი ადაწესების მქონე, ვიცით ახლა ყველა მხო როგორი რაღაცა მთის ხალხია და თავისი რაღაც ისინი წესები აქვთ და სხვათა შორის ერთი გულშემატკივარი გამოუჩნდა ამ ქალბატონს, ბედის მდევარი, აი ეს წერია TikTok-ზე და Facebook-ზეც ესე ეწერა, მაგრამ Facebook-ი გაქრა, შეიძლება, არ ვიცი, ალბათ დაიბრუნებს, გაუტეხეს მოკლედ Facebook-ი და მისი Facebook-იდან წერდნენ რაღაცეებს, ვიღაცეები და ვინ იყო არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, არც კაცი, არც ქალი ადეკვატურობის ფარგლებში, როგორც სულიერი არსებები არ არსებობენ, როგორც ადამიანები, არ ვიცი რაღაცები არიან რა, ერთი სიტყვით, იქიდან გამომდინარე, ვინც ამას მოისმენს და ვინც ამ ქალს მოусმენს. ახლა ვიღაცა თუ იფიქრებს იმას, აი ამაზე რატო საუბრობ, ან ვიღაცა თუ იფიქრებს, ეს ჩემი ხმებია ახლა, ხოლმე ხო ხდები ხალხს რაზე აქვს ხოლმე ესეთი რეაქციები. ვიღაცა თუ ფიქრობს, რომ ეს მას არ ეხება, ვიღაცა თუ ფიქრობს, რომ ძალიან ბევრი ისტორია არ არის კიდევ, აი ნახეთ ამ ქალმა ახლა ხმა მოიღო, მაგრამ შეიძლებოდა მას საერთოდ არ ეთქვა და აი ესეთი ადამიანები არსებობენ, ცოცხალი არიან და მათი ირგვლივ კიდევ არიან ბავშვები. და ღმერთმა იცის, რას ჩადიან, რას აკეთებენ, როგორ აშინებენ,
უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ოდნავ მაინც რაიმე შეხებაში არის მსგავს თემასთან. ყველა და ეს უნდა ითქვას ხმამაღლა. და ამაში ისევ მსხვერპლის შერცხვენა აქეთ არ ცხვენდნენ, აქეთ ეძახოდნენ უკადრის სიტყვებს, წარმოიდგინეთ. აწამეს, ეს არის წამება და ეს არის ადამიანს მიაყენო ფიზიკური სულიერი ტკივილი უწყვეტლივ, მას შემდეგაც კი, როდესაც ის გაიქცევა და თავის ცხოვრებას, ასე ვთქვათ, თავისი ცხოვრების სადავეებს აიღებს ხელში, მაგრამ მას მაინც არ ეკუთვნის საკუთარი ცხოვრება, იმიტომ რომ აი ასეთი ისტორიით და ასეთი ტრავმებით და ასეთი მოგონებებით, რა ვიცი, ძალიან გაუჭირდება ნორმალურ ადამიანს საერთოდ ფუნქციონირება და მე მიგვირს იმდენად გაართვა თავი ამ ადამიანმა და ახლა უკვე იმდენად გაართვა თავი, იმდენად მოიწყო თვითონ ამბობს ამას თავისი ცხოვრება, რომ ფინანსურად ყველანაირად თავისი ხელებით მიაღწია იმდენს, რომ უზრუნველყოფილია და ახლა არის შინია იმის, რომ თქვას სიმართლე და მოსთხოვოს პასუხი და იმედი მაქვს ძალიან, არ ვიცი, ერთ დღეს იმედი მაქვს, რომ უბრალოდ გავიგებ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, დაიჭირეს და რომ ამ ადამიანს დაუბრუნეს საკუთარი სახლი. მას ყავს დედმამიშვილები. სამართლიანობა და ადეკვატური რეაქცია. როგორ მიხარია კომენტარებში, რომ ხედავ, რომ აი ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს მხარს. აი ესეთი სიგიჟე ვიხდება და ძალიან მინდა, რომ ყველა მსგავს ისტორიაში მონაწილე თუ ვინმე არსებობს, ყველა დაისაჯოს. იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება მსმენია რაღაცა ისტორიები, მარტო კურიერში რო აცხადებენ და სადღაც ინფორმაციებს რო ვიგებთ, რომ მსგავს რაღაცებს არა, ბავშვობაშიც გამიგია და მე დიდობაშიც და საერთოდ ძალიან ბევრი მსგავსი რაღაცა გამიგია. ხდება ასეთი რაღაცეები, ეს არის გაუგონარი, წარმოიდგინეთ, ყველა მიცოდა სოფელში, იცოდა ბევრი, ანუ ყველამ შეიძლება არა, მაგრამ ეს ეტყობა ისეთნაირად რაღაცნაირად აკეთებდნენ, რომ და ადამიანებს სინანულის ქრსა, აქაც იგივე. საშინელ სისასტიკეზე და საშინელ დანაშაულზე და ცოდვაზე რეაქცია არ აქვთ. სინანული არ აქვთ. ანუ ცხოვრებამ ჩაიარა, ამდენი წელი გავიდა და ადამიანებში ვერ გაიღვიძა, ვერაფერმა სულიერმა. არაფრის ეშინიათ, არაფრის წვენიათ, არაფერს ნანობენ, არაფერს როგორ შეიძლება, რომ ასეთი რამე ჩაიდინო და ისე იცხოვრო, თითქოს არაფერი გაგიკეთებია და პასუხს რომ მოგთხოვენ ახლა. იქით გადახვიდე იერიშსა და ისეთი რაღაცები ილაპარაკო, თან აღია, რომ ეს გააკეთე, თითქოს ეს რო გააკეთე, არაფერია, იმიტომ რომ რაღაცა მიზეზები ერთად შემა. აი ესე შემოგარგება. აქ სამი სხვადასხვა ამბავი იყო, იქ ადამიანი მოკლეს და იქით ებრძოდნენ რატომღაცა გალს, დედას. აქეთ ბავშვი, ყველამ დავინახეთ, რომ მოხდა, რაც მოხდა, ყველამ ვიცით, მაგრამ თითქოს ჩვენ აქ, რა ვიცი, არ გაგვაჩნია საკუთარი ხედვა და აღქმა და გზნობა და ემოცია და ფიქრი და გონი და თითქოს ჩვენ, რა ვიცი, ზომბები ვართ და ვერ დავინახეთ და ვერ გავიგეთ რა მოხდა. გვაბოლებენ. აი ზუსტად შეეფერება ეს, აი ცდილობენ რომ დაგვაბოლონ თითქოს ჩვენ და ეს ამბავი ხო საერთოდ არ ვიცი, იმდენი დამნაშავეა ამ ისტორიაში, რომ შოკში ვიყავი, რომ აი ამდენი
ადამიანი მონაწილეობდა ამ ყველაფერში და არავინ არ არის დასჯილი ჯერ. თუმცა მე ველოდები ამბებს და იმედი მაქვს, რომ ყველა დაისჯება და საერთოდ ამ ბოლო დროს ისეთი რაღაცები ხდება. ძალიან ბევრი ძალადობა. კარგი. წავედი. ძალიან დაღლილი ვარ, არ ვიცი როგორ ვისაუბრე, ლაპარაკი მიჭირს, აი თითქოს არ მემორჩილება. თორმეტს კარგი ხანია გადაცდა. აი ესე ჩემო კარგებო, ხვალ დამონტაჟება ამ ვიდეოს ბევრჯერ გამოვწე, იმიტომ რომ იქ ლუკამ დაელამ და მიწახეს იქ ლუსიმ ორჯერ გაიღვიძა. და ესე არ ვიცი რითი დავიმშვიდო თავი. აი ამით მე დავწვევი ჩემს წვიმას ჩავრთა. ზავთარ ზაფხულ ჩემი წვიმის ხმას ესე დავდებ და ასე და დავიძე. ღმერთო ყვაპატია ყველაფერი და მოგვეცი უნარი რომ ვიყოთ ადამიანები. მოგვეცი არ ვიცი გონება რომ შევძლოთ ვიყოთ ადამიანები. პირველ რიგში ადამიანები. კამერა გამოვრთე და ფოტოები გადავიღე. მოკლე ჩართვა მქონდა მოკლე ფოტოები გადავიღე. იქნება და რამე ლამაზი გავარტყა თქო. ხანდახან გამოდის. ხო, ყვავილები რითი რა მიხარია, პატარა სიხარულები. ძალიან მინდოდა ახალ წელს ჩავიფიქრე, რომ სულ მქონოდა მთელი წლის განმავლობაში ყვავილები. და შეძლების დაგვარად ვასრულებ. მე თვითონ ვასრულებ ამ სურვილს. ვიცი, ჯერჯერობით ესეა. კიდევ მინდოდა რომ მეწერა და მთარი ჩემს თავს რომ უნდა ვწერო და ვიკითხო და შეძლების დაგვარად ამასაც ვახერხებ. ახლა მოკლედ ვიხსენებ ყველა. საკუთარ თავს ვახსენებ, რომ აი იქნება და თქვენც გამოგადგეთ. კიდევ ხო, ყვავილები. წერა კითხვა. ხო, სხვათაშორის არ თერაპიის დროს აღმოვაჩინე, რომ ეს პროცესი ძალიან მომწონს ხატვის. მიუხედავად იმისა, რომ მე ხატვა არ მეხერხება, მეთქი უკვე ვეღარ ვარ. თურმე არ არის აუცილებელი, რომ ხატვა გეხერხებოდეს და ხატვა საერთოდ მოხერხება არ სჭირდება. სჭირდება უბრალოდ რომ დახატო. და ეს პროცესი ძალიან მომეწონა და ამიტომ პატარ-პატარა რაღაცებს ხატავ იქ ჩემს სრეულში სპეციალურად რომ მაქვს აი ამ არტ თერაპიისთვის. და ამას უკვე პრაქტიკების გარეშე ვაკეთებ, ანუ არ არის აუცილებელი რომ სადმე დავდიოდე, ვინმესთან დავდიოდე, რომ რა ვთქვათ, შემიფასოს ჩემი ნახატი, ამისთვის აღარ ვაკეთებ ჩემთვის. ხო. კიდევ ერთი ორი რაღაცა ჩანაფიქრი, მაგას ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ ეგ და დანარჩენი რაღაცები უკვე ისეთები, რაც ხო ასეც ყოველდღიურად ვუმკლავდებ. და რაც ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი არის. მადლობა, ვინც მომისმინეთ, თუ მომისმინეთ, თუ ძალიან არ გამიგზავნა. მინდა რომ ვიყოთ ადამიანები, გულისხმიერები, ძალიან მინდა, მე ვცდილობ ყოველთვის, რაც არ უნდა მართალი ვიყო, ყოველთვის ჩემში რაღაცა ხმა არის, რომელიც
ივიწყებს სიამაყეს, ივიწყებს იმ რაღაცებს და ცდილობს რომ საკუთარ თავში საკუთარ თავს თვალები გაუსწოროს და საკუთარ თავში გამოასწოროს რაღაც რაც გადაამეტა სიტყვაზე. ვერ შევადარებ ხა თავს ნამდვილად იმ ადამიანებს, რომლებიც ვინმეს კლავენ და რაღაც ესეთ რაღაცებს აკეთებენ, მე შეიძლება ვერ გავიგო ვერასდროს მათი მდგომარეობა, მაგრამ ვერც მათ მდგომარეობაში ვერ შევა. ერთადერთი საჭირო არის, რომ ადეკვატურად შეფასდეს ყველაფერი. სულ ეს არის, რომ შეფასდეს ისე როგორც არის და რეალობა როგორც არის. სამართლობას არ უნდა გქონდეს ადგილი. რამდენი რამეა, რაზეც მე ყოველდღე ვფიქრობ, უბრალოდ არ ვსაუბრობ ხოლმე ვიდეოებში, სულ მინდოდა რომ რაღაცა უფრო სულიერი, რაღაც ისეთ რაღაცებზე, რაც მე მაინტერესებს ზოგადად ფსიქოლოგია, იქ რაღაცა ხო პიროვნული რაღაცები, რომ ცოტა მსუბუქად ისე რომ ხო არ გადავტვირთოთ ყოველდღიური რაღაცა ისტორიებით, მაგრამ არის ესეთი შემთხვევები, რომ ესე ვერ მოყვები და ესე არ არის. ბედნიერებას გისურვებთ ყველას, ბედნიერ ადამიანებს, კარგ ადამიანებს დღეს ცხოვრებაში, რომლებიც დაგინახავით, რომ დანახული და მოსმენილი იყოთ დროებით.